სამწუხაროა, რომ დღეს კვლავაც ძალიან ბევრი ადამიანი წირავს თავის სიცოცხლეს თავის სამუშაო ადგილზე. ეს ძირითადად იმის ბრალია, რომ სამწუხაროდ ქვეყანაში არ არსებობს რეალურად მოქმედი შრომის ინსპექცია, როგორც ამას ჩვენ გვპირდებოდნენ რამდენიმე წლის მანძილზე. გასაგებია ის ფაქტიც, რომ 2012 წლამდე საერთოდ არ არსებობდა თუნდაც შრომის კოდექსი, რომელიც გაუქმებული იყო წინა მთავრობის მიერ. და ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს შრომის კოდექსი, რომელიც მეტნაკლებად შესაძლებელია ითქვას, რომ შეგვიძლია გამოიყენოთ ჩვენი შრომითი უფლებების დასაცავად, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან რეალურად ჩვენი შრომითი უფლებების დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მაკონტროლებელი მექანიზმი, როგორც ეს არის ევროპაში თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს კანონით მინიჭებული ძალა, რომ შევიდეს და აღმოაჩინოს და აღმოფხვროს შრომითი დარღვევები, როგორც მაგალითად დღევანდელ დღეს ეს ხდება თითქმის ყველგან და სამწუხაროდ შრომის ინსპექციას აქვს მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას არ შეუძლია რეალურად ჩაერიოს და მოაგვაროს საკითხები. შრომის ინსპექციის დღევანდელი სახე არის როგორც სარეკომენდაციო, ასევე მოწვევით. ჩვენ მოვითხოვთ შრომის ინსპექციას, რომელიც არის რეალურად ქმედით და რომელიც რეალურად ემსახურება ხალხს და არა ისეთი რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენ მივიღეთ და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული არის დამსაქმებლის ინტერესს და არანაირად არ ასახავს დასაქმებულის და შრომელი ხალხის ინტერესებს. მადლობა.